ამ ესე ვთქვათ პროცესში ყველას თავისი როლი და წვლილი აქვს და როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ ძველების და ახლების დაპირისპირება არ არის ეს ძველების და ახლების დაპირისპირება ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა მე გუნდს უწოდებ იმ ადამიანებს და ასეთად დავინახავ მომავალშიც და ასე ვხედავდი წარსულშიც ვინც მთავარ ღირებულებებს არ დაშორდება ვისაც აერთიანებს თავარი ფასეულობები დიანა თორე ვინც აი იმ პოზიციაზე დადგება რომ კაბინეტით ზომავს და მლიქნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას მე ვერ ჩავთვლი რომ ეს ჩემი თანაგუნდელია და ჩემი ცხოვრების თვითმიზანი ვერ იქნება მასთან ერთად ყოფნა ამიტომ ყველას ურჩევდი მე პირადად განსაკუთრებით დღეს მოვისმინე კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კობახიძე ამბობდა რომ არავის არ ურჩევ გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის არ ურჩევ ამ წესების მან გაუსვა ხაზი სხვათა შორის რომ გუნდის ლიდერი იყავს ბიძინა ივანიშვილი და გუნდის წინააღმდეგ წასვლა ამ ლიდერის წინააღმდეგ წასვლასაც გულისხმობს და მას კარგად არ წაუვა საქმე რაღაც ამდაგვარი იყო მისი კომენტარი ყველა ვისაც არ ეზარება მისი სახელით საუბრობს მე არ მჭირდება შუამავლები ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ნუ მელაპარაკებიან მესამე პირით არ მჭირდება ეს გუნდი არის ის ვის იცავს იმ ღირებულებებს რის გამოც ხალხმა ჩვენ მე-6-ად მოგვცა ხმა და ეს არისო ადვილი ამ არჩევნებზე ფასეულობებს თუ დაშორდები ხალხს თუ დაშორდები დაემსგავსები იმ პოლიტიკურ ძალას რომლის შესაცვლად ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ და მართლაც ბიძინა ივანიშვილის როლი ამ ბრძოლაში შერჩეული მოადგილის გაწვევის პროცესის მონაწილე იყო ივანიშვილი. მის თვალწინ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც თქვენს მიერ სწორედ იმის გამო, რომ გედი ფოფხაძე ბარიერი ყოფილიყო, თქვენ დაგვარად, როგორც თქვენ ამბობთ, აი მოსამართლეთა სიის პარლამენტამდე მიტანის პროცესში. მისი გაწვევა ეს ნიშნავს თუ არა, რომ ივანიშვილი სწორედ ვინაიდან ის არის მართლა პარტიის ლიდერი, ის წყვეტს პარტიის ხაზს და ალბათაც დარწმუნებული არ იმასაც, რომელ ათეულს დაუჭერს მისი გუნდი მხარს პარლამენტში, ის დადგა იმ ხარეზე, რომელსაც თქვენ ახლა აკრიტიკებთ. ბიძინა ივანიშვილს საჯარო პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს და როცა გამოხატავს ამ პოზიციას და ის თავის სათქმელს იტყვის, გამოჩნდება რომელ ღირებულებებს მიყვება პარტიის ლიდერი და მე მინდა დავიჯერო და ასე თიშინაგანი განწყობა მაქვს რომ ის იმ ღირებულებებს დაიცავს რომელითაც ჩვენ მოვიტანეთ 1 ოქტომბერი მე პირდაპირ ვამბობ ყოველგვარი მიკი მოგების გარეშე დამასრულებინე რა აი მინდა კითხოთ არ იცით მისი პოზიცია თუ დამასრულებინე წინადადება ნუ შევეშოთ მაშინ ამ თემას გადავიდეთ სხვა პოზიციაზე არა რა თქმა უნდა საინტერესოა გადავიდეთ სხვა თემას კარგი არა დაასრულე არა ვეღარ დავასრულებ გამიწყდა აზრი ივანიშვილის პოზიცია თქვენ ამბობთ რომ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ივანიშვილიც იმ ღირებულებების ერთგულია რომლითაც მოხვედით თავის ივანიშვილთან როცა ბიძინა ივანიშვილი საუბრებს მას ესაუბრეთ დიანა მე მესაუბრეთ ჩემს პოზიციაზე მე ვერ გავახმოვანებ ვერავის ხვის პოზიციას ვახმოვანებ იმას რაც მე შემიძლია ვილაპარაკო მე ვერ ვისაუბრებ რა პოზიცია უნდა კონდეს ბიძინა ივანიშვილს შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ და მყარად რომ ვისაც ექნება პოზიცია რომ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური ადამიანები უნდა იყვნენ ქვეყნის მართლმსაჯულების ბოლო ინსტანციის სახე და პარლამენტი რომელიც მონაწილეობს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და ამ პოზიციის დროს ვინც კი დაუჭერს მხარს რომ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი უნდა გავაცოცხლოთ ჩვენ ახლა ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში ვერავისთან ერთად ვერ დავინახავ ჩემ თავს. მე მგონი გასაგებად საუბრობ. არავის არ ჩავთვლი, რომ არის იმ იდეების ერთგული, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოლეთ. რისი პირობაც ამ ხალხს მივეცით. ამიტომ ჩემთვის ეს არის წყალგამყოფი შეიძლება ირაკლი კობახიძემ ან რომელიმე სხვამ ვერ გაიგოს ახლა იმ ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ესმის ეს რას ნიშნავს იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მეხმიანება და მე მგონია რომ ამ ფასეულობებს თუ ჩვენ არ დავიცავთ და დავშორდებით ამით მათ შორის იმას რაზეც
დაფუძნდა ეს პოლიტიკური ერთობა. მათ შორის იმას, რის გამოც მთავარი ხალხმა გითხრა, რომ თქვენ გვირჩევნი ხართ და არა სააკაშვილის სისტემა, დიანა. მაშინ აი ამ წყალგამყოფის მიხედვით მე ჩემს არჩევანს საბოლოოდ გავაკეთე. გასაგებია, ნუ მიწყენთ, იმიტომ რომ ეს